აქ ძალიან მაგრად მუშაობენ. ეშრომა კლიმატის დაცვას ემსახურება. ევროკავშირმა მკაფიო მიზანი დაისახა. 2040 წლისთვის CO2-ის მავნე გამონაბოლქვის მოცულობა 90%-ით უნდა შემცირდეს 1990 წლის დონესთან შედარებით. აი ეს არის მიზანი. როგორ უნდა მივაღწიოთ ამას? მოდი ვნახოთ. Die Wiedervernässung ehemaliger Feucht. დამშრალი ჭაობებისა და ტორფნარების აღდგენა კლიმატისა და ბიომრავალფეროვნების დაცვას უწყობს ხელს. ჭაობი ნამდვილად ჩემპიონია ატმოსფეროდან ნახშირორჟანგის სანთქვის თვალსაზრისით. შედარებისთვის, ტყე ჩვენს პლანეტაზე ხმელეთის მე-13-ს ფარავს. ტორფნარი კი მხოლოდ 3%-ს. და მაინც ტორფნარი ორჯერ მეტ ნახშირბადს აკავებს, ვიდრე დედამიწის მთლიანი ტყის ფართობი. პრობლემა ასეთია. როდესაც ტორფნარები შრებიან, 1000-ლოვანი ნახშირბადის საცავები დიდი რაოდენობით CO2-ის გამოყოფას იწყებენ. სათბური აირების გამონაბოლქვის შეზღუდვის მიზნით ევროკავშირი მხარს უჭერს ჭაობების კვლევას, რუკაზე დატანასა და აღდგენას. ევროკავშირის რეგულაციაში ბუნების აღდგენის შესახებ წერია, რომ დამშრალი ჭაობების 30% უნდა აღდგეს ამ დეკადის ბოლომდე. აღნიშნული მოცულობის მე-4-ს კი ხელახლა დატბორავენ. 2050 წლისთვის დაზიანებული ტორფნარის ნახევარი უნდა გაჯანსაღდეს. მისი მე-13 კი სწორედ დატბორვის გზით აღდგება. ფერმერები რომ წაახალისონ, ამისთვის მთელი სისტემა შეიქმნა, რომელიც მოიცავს მაგალითად კომპენსაციების გადახდასა და სხვა უამრავ მხარდამჭერ პროგრამას. ბუნების დამცავი რეგულაციის განხორციელება ევროკავშირის წევრი ქვეყნების პასუხისმგებლობაა. ყველა ქვეყნის მთავრობა ვალდებულია, რომ 2026 წლისთვის პირველი სამოქმედო გეგმა წარადგინოს. თუმცა მეცნიერები შიშობენ, რომ ევროკომისიამ შესაძლოა ევროპის მწვანე შეთანხმება წყალს გაატანოს იმ წნეხის გამო, რომელსაც ფერმერების ლობის მხრიდან განიცდის. ამას კი შესაძლოა საბედისწერო შედეგები მოყვეს კლიმატისა და ბიომრავალფეროვნების დაცვის კუთხით. დანია ევროკავშირის როტაციულ პრეზიდენტობას იბარებს. წლის მეორე ნახევარში დანია ევროკავშირის მინისტრთა საბჭოში საკუთარ პოლიტიკურ პრიორიტეტებს გაიტანს. კოპენჰაგენს სურს, რომ უფრო მეტი გაკეთდეს უსაფრთხოების, კონკურენტუნარიანობისა და კლიმატის დაცვის თვალსაზრისით. საინტერესოა თავად დანია რას აკეთებს გლობალური დათბობისა და ბიოლოგიური სახეობების გადაშენების პროცესის შესანელებლად. მოდი ვნახოთ. მორტონ ელინგთან ერთად მივემგზავრები. დანიის დედაქალაქის ჩრდილოეთით უზარმაზარი წყალმარჩხი ტბა დააგუგეს. მინდვრის ჭაობად გარდაქმნის პროცესს დატბორვას უწოდებენ. ელინგი ბუნების დაცვის სახელმწიფო სამსახურში მუშაობს. ეს ადგილი ფრინველების საყვარელი საბუდარი უნდა გახდეს და კლიმატისთვის მავნე აირებით შეამციროს. ახლა მომავალი ტბის ბოლოსკენ მივემართებით. აი ზუსტად აქ კი, სადაც გზა უხვევს. დაბალი ხის სასეირნო ხიდი გაკეთდება. 200 წლის წინ აქაურობა მცირე არხებით დააშრეს. დრენაჟის სისტემამ წყლის დონე 7 მეტრით დაწია. ამის შედეგად კი ნახშირორჟანგმა იწყო ჰაერში გაფრქვევა. ეს კლიმატისთვის ცუდია. ამიტომ პროცესი რომ შემოbrunდეს, დაჭაობების მიზნით დატბორეს. დანიის მთავრობამ გადაწყვიტა, რომ დანიის სოფლის მეურნეობის სექტორის მიერ გამოყოფილი CO2-ის მოცულობა უნდა შემცირდეს, ეს რომ მოხდეს წყლის დონე უნდა ავწიოთ. და აი სწორედ ამას ვაკეთებთ. ჩვენი გათვლით, როდესაც ტერიტორია დაიტბორება, ამის შედეგად ჰაერში გაფრქვეული ნახშირბადის მოცულობა ყოველ წელს 8000 ტონით შემცირდება. დანია ფერმერების ქვეყანაა. აქ უზარმაზარი რაოდენობით იფრქვევა სათბური აირები. ამიტომ ფერმერების ლობისტები, კონსერვატორები და პოლიტიკოსები კომპრომისზე შეთანხმდნენ. და მთელი ქვეყნის მასშტაბით აგრარული დანიშნულების გარკვეულ ფართობს ისევ აველურებენ. გასულ წელს ამ ფართობზე საშრობი არხის ამოვსება დავიწყეთ და ძალიან მალე თანდათან მცირე ტბორები გაჩნდა. აი როგორცაც ჩემს უკან ხედავთ და ტბორებში უკვე შესანიშნავად აღდგა ველური ბუნება. მრავალი ადგილობრივი, მაგალითად პიტერ სვენსენი მხარს უჭერს მიწების გაველურების პროცესს. ძალიან ბედნიერი ვარ იმის გამო, რაც კეთდება. ამ პროექტს, რომელიც 600 ჰექტარს მოიცავს, სებორგსე ეწოდება. მიწის 63 მფლობელი დაარწმუნეს, რომ მონაწილეობა მიეღოთ პროექტში. მათგან ზოგიერთის ოჯახი რამდენიმე თაობის განმავლობაში ამუშავებდა ამ მიწას. მოლაპარაკებები რამდენიმე წელი გაგრძელდა. დანიის მთავრობამ ფერმერებს კომპენსაციის სახით სანაცვლო ფართობი ან თანხა შესთავაზა. ეს ნებაყოფლობის საფუძველზე უნდა მოხდეს, რადგან თუ სხვა გიკარნახებს რა უნდა გააკეთო, ბევრი ფერმერი უარს იტყვის ამაზე. ევროკავშირის კანონი ბუნების აღდგენისა და სასოფლო-სამეურნეო მიწების ხელახალი დატბორვის შესახებ ფერმერების ნებაყოფლობით მონაწილეობასა და წახალისებას ეყრდნობა. თუმცა მასში სავალდებულო მიზნებია ჩადებული. ყველაზე სასწრაფო აუცილებელი ზომები 2032 წლამდე უნდა გატარდეს.
ეს ძველი წყალსაქაჩი სადგურია. ჩვენი გათვლებით ეს სადგური სექტემბრის ბოლოსთვის უნდა დაიხუროს. ველოდებით რომ მეფე გვესტუმრება და უამრავი ხალხი მოვა. ასე რომ მოუთმელად ველით ამ დღეს. წინათ ამოცანა აქ ჭანჭრობის დაშრობა იყო. დღეს ისევ ვტბორავთ. ევროპის ეკოსისტემა 2050 წლისთვის უნდა აღდგეს. ევროკავშირის რეგულაცია ბუნების დაცვის შესახებ აგრარული მიწების დატბორვისკენ მოუწოდებს. კოპენჰაგენში მდებარე ევროპის გარემოს დაცვის სააგენტოში ჭაობების წამყვან ექსპერტს უნდა შევხვდეთ. გამარჯობა, სასიამოვნოა თქვენთან შეხვედრა. ჩემთვისაც სასიამოვნოა. უამრავი კითხვით მოვედი თქვენთან, რომელიც ადგილობრივებმა დამისვეს. პირველ კითხვას დასვამს ადგილობრივი ფერმერი ქალბატონი. მოусმინოთ მას. ფერმერებს გვინდა რაღაც გავაკეთოთ ბუნებისთვის, მაგრამ რა თქმა უნდა, ეკონომიკაც გასათვალისწინებელია. ჭაობებისა და ტორფნარების აღდგენა უფასო არ არის. ვინ გადაიხდის საფასურს? ევროკავშირის ბუნების აღდგენის რეგულაცია აღიარებს, რომ ფერმერები ძალიან დიდ როლს შეასრულებენ, რათა 2050 წლისთვის ჭაობები აღდგეს. რაც შეეხება ბუნების აღდგენის დაფინანსებას, ამჟამად მოლაპარაკებები მიმდინარეობს. რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი ჭაობებისა და ტორფნარების აღდგენა? ბოლო 1000 წლის განმავლობაში მთელ ევროპაში ჭაობების 80% დავკარგეთ. 80%? ეს ძალიან ბევრია. 80% და ახლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროკავშირში დარჩენილი ტორფნარის 50% სწორედ სადრენაჟო სისტემის გამოა დაზიანებული. რატომ არის დრენაჟი პრობლემა? იმის თქმამიდან, რომ ფერმერები საუკუნეების განმავლობაში აშრობდნენ მიწას და ახლა ეუბნებიან, რომ შეწყვიტონ ეს საქმიანობა. დრენაჟი პრობლემაა, იმიტომ რომ როდესაც ტორფნარს წყალს პარავდა, სწორედ ამას აკეთებს დრენაჟი. ამის შედეგად ნახშირბადისა და სათბური აირების უზარმაზარ რაოდენობას ვუშვებთ ატმოსფეროში. ევროპა მსოფლიოში მეორე ადგილზე დგას ინდონეზიის შემდეგ. ტორფნარის დაშრობის გამო სათბური აირების გაფრქვევის მხრივ და ეს უბრალოდ გამაოგნებელია. ამიტომ ტორფნარს წყალი უნდა დაუბრუნოთ, რადგან სწორედ ეს არის კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის გზა. So we need to return back the water to peatlands because it's a way to fight climate change. პირადად თქვენ რა მიგაჩნიათ პრობლემად? პირადად მე მიმაჩნია, რომ ტორფნარი და ჭაობი ნამდვილი ბუნების დამცველი გმირები არიან. სწორედ იქ ბინადრობს მსოფლიო ფლორისა და ფაუნის ბიომრავალფეროვნების 40%. ევროკავშირის ბუნების აღდგენის რეგულაცია სავალდებულო ნორმებს მოიცავს და ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა უნდა აღასრულონ ეს კანონი.